არ დამოიზრდება როგორ მამაჩემა ჯარში რომ წასულიყო თავის კაბინეტში დამიძახა აი ხო რო სტამბა რესტორანია იქ სტამბა იყო მართლა ხო იქ მუშაობდა მამაჩემი რამის დირექტორად და დამიძახა თავის კაბინეტში და მითხრა რომ რაღაცა უნდა გთხოვო და შემისრულო თუ შეიძლება კი მეთქი მამა შეგისრულებ აბა რა უნდა გთხოვო 9 წლის ბავშვი ვარ აი მე ხვალე მივდივარ მითხრა და ალბათ დაუბრუნდებიო და ძალიან გეხვეწებიო შენ ზრდას დაიწყებ და ვიღაცა პაპიროს შემოგაჩიჩებს არ მოკიდო ხელი ამასო რა არ მოკიდებ მეთქი მამა ხელს არ ავიღებ ძალიან ჯერა შენიო რატო არ მითხრა რომ უმცროს დას მოუვარე დედას მოუვარე ეს კი არ მითხრა სიგარეტს მაშინ სიგარეტი არ იყო პაპიროსი ხელში არ აიღო ხო წავიდა მამაჩემი მაგრამ მე მერვე კლასშიაც ვიყავი მე-7 გავიარე მე-8 გავიარე მე-11 გავიარე პირველი კურსის სტუდენტი გავხდი სამხედრო შეკრებებზე წამიყვანეს მამამ მითხრა და აი ამ ბოლში სიგარეტი არ ავიღე ხელში ეხლა ბავში ხო ყოველთვის ახლოს არ ახრო გაზარდო არა ყოველთვის ვერ იქნები აი ხა იქ არის და იქ რა ხდება არ იცი მაგრამ ბავშვს დაცვა უნდა როგორ დავიცვა მე მამამ ჩემი შვილი იქ სადაც მე არა ვარ და ცუდი ხდება რა გავაკეთო ამისათვის ხო მე კარგი უთხარი მაგრამ იქ ცუდი უჩვენეს მე უთხარი არ მოწიო მეთქი მაგრამ იქ მოწიეს და უთხარ კაცი არა ხარ თუ მამამ თავისი სიყვარული გიჩვენა არა აი მეგობრული სიყვარული ხო მაშინ მამის სიტყვა შენი ფარია რატომ არ მოვკიდე ხელი ამ სიგარეტს მამამ მითხრა მამა იმდიდად მიყვარდა რომ ფარი გახდა ჩემი თუ გინდა შვილები დაიცვათ არა როცა იქ არ ახართ ესე იგი ის უნდა შეუძრებ ბავშვს სულში როს თქო შვილო ძალიან თქო ეს არ გააკეთო რა ანდა პირიქით შენი ჭრემე აი ეს გააკეთე რა ცხოვრებაში გთხოვ აი ეს თხოვნა კანონი ხდება შვილისთვის და არა ის რომ ამას თუ გააკეთებ შენ ამას გიზა მე მგონი უფრო არ გააკეთებ არა ეს შიშით გააკეთებ შეიძლება და შიში რაღაცა პერიოდი ხო ისეთ ცოტა გაულის ალბათ მე არა ხო და თუ შიშარაშვილი გაგიზარდა რა დგედა ეს შვილი ხო ჩვარი გაგიზარდია და მაშინ რაღა მამახა